მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო STM 32-ის შესახებ. წერთ ბიბლიოთეკას და ამ ეტაპზე ვართ გაჩერებული ამ ნაწილში, სადაც ქონდა ესეთი ერორი. ანუ ეს ფუნქცია ვერ იყო ცნობილი იდეაში ჩვენი კომპილერისთვის. ეს თუ რატომაც ვერ იყო, რაც შემიძლია გითხრათ, არის რომ ეს ფუნქცია აღწერილია აი ამ ფაილში. ხოლო თვითონ ეს ფაილი არსად არ გვაქვს გადატანილი, არსად გამოცხადებული, რომ ანუ ეს ფაილი თუნდაც main ფაილისთვის იყოს ცნობილი. შესაბამისად, ზუსტად ის არის პრობლემა, რომ ეს ფაილი არ არის ცნობილი. ამ ფუნქციასაც ვერ დაინახავს ჩვენი main კოდი. იმისთვის, რომ ეს ფუნქცია დაინახოს, შეგვიძლია წავიღოთ ეს ფუნქცია და გადავიტანოთ header GPIO-ს header ფაილში დავამატოთ სულ ბოლოში ეს ფუნქცია. ეს წერტილ მძიმე ბოლოში. ახლა ხელახლა შევამოწმებ. ერთი warning-ი დაგვრჩა. ეს ის რომ გამოცხადებული გვაქვს ეს და არ ვიყენებთ არაფერში. ეს არაფერი არ არის, რადგანაც ჯერჯერობით მართლაც ეგრეა. კიდევ ერთი დეტალი, რაც მინდა გავიაროთ, ეს არის სტრუქტურების პრინციპი, თუ რა ხდება სტრუქტურები შემთხვევაში C-ში. ესე იგი, გქონდა ერთი სტრუქტურა, გქონდა რეგისტრების მეორე სტრუქტურა, ანუ პირველია კონფიგურაციის და მეორე არის რეგისტრების სტრუქტურა. ხოლო მესამე არის, რომელიც ამ ორს აერთიანებს. რეგისტრები სტრუქტურა pointer-ის სახით გვაქვს შემოტანილი, ხოლო ეს ჩვეულებრივ სტრუქტურა. მოდი ახლა განვიხილოთ სტრუქტურა როგორ მუშაობს C-ში. მაგალითად, მე მაქვს მისამართი. მოდი ამას შევამცირებ. ოპერატიულის მისამართი 0x2000-000-დან ასე იწყება. ანუ დავუშვათ, რომ აი ეს არის პირველი აი ამ ზოლის მისამართი. მოკლედ ზოგადად წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს წითლად შემოღობილი, აი ესეთი შემოხაზული არის ოპერატიული მეხსიერება. იყოს წამეთ თუნდაც და მეორეს გავაკეთებ წითელს. ხოლო ეს მაგალითად სხვა თუნდაც რომელიმე პერიფერიალის მისამართი. ანუ ნახეთ, როდესაც მე სტრუქტურას ვქმნი, გადმოვიდეთ აი ამ სტრუქტურაზე, ეს ჩვეულებრივ რაღაც ფუნქციაში შექმნილი სტრუქტურა არის, ხო? ფუნქციაში არა, რაღაც ფაილში შექმნილი სტრუქტურა არის. რომელსაც მე მაგალითად main-ში როცა გამოვიძახებ, main-ში გამოძახებული ფუნქცია უკვე, ანუ ეს სვლადი შეიქმნება ოპერატიულ მეხსიერებაში. ანუ ოპერატიულ მეხსიერებას შეიძლება ჰქონდეს, ანუ რაღაც ადგილები უკვე თუ კი სხვა სვლადები მიწერია, მაგალითად int a, რაღაცა int b უდრის 10 დავუშვათ, ხო? ანუ ესეთი რაღაცები ხო შეიძლება იყოს, რომ ზუსტად 2000 მისამართზე კი არ ჩახდეს ეს ჩვენი სვლადები, არამედ ნებისმიერ სხვა ოპერატიულის თავისუფალ ადგილზე, რომელიც იქნება. აი ამ შემთხვევაზე მაქვს საუბარი. ხოლო btn რა ზომას იკავებს, ხო? აი ეს სვლადი, სტრუქტურის ტიპის სვლადი. btn GPIO handle-ზე უნდა გადავიდეთ და აქ გვეუბნებიან, რომ იკავებს რაღაც მისამართს და ეს მისამართი ვიცით, რომ არის, აი მოდი აქეთაც რომ გადავიდეთ. აი ამ რეგისტრის მისამართი. ხოლო თავად ეს რეგისტრი, როდესაც ჩვენ აი ამას ამ მისამართად ნახეთ, აქეთ ხო იღებს ეს მისამართს, ანუ ამაში უნდა ჩაიწეროს რაღაცა მისამართი. ჩვენ ამაში ვწერთ რეგისტრის მისამართს. აი აქეთ რომ მიწერია მე მაგალითად GPIO-A main კოდში, მე რომ ეს ჩავწერე, აი GPIO, ანუ ამ სტრუქტურის, ნახეთ, GPIO handle სტრუქტურის აი regdef სტრუქტურა, ხო აი ეს სტრუქტურა გვაქვს და უნდა მივიღოთ მისამართი. თუ ეს რეგისტრი ეს სტრუქტურა სად განთავსდეს? ჩვენ აქ მაგალითად ვაწვდით GPIO-A-ს. GPIO-A ვიცით, აი აქედან, რომ ეს არის regdef ტიპის
სტრუქტურის მისამართი აი ამ მისამართზე უნდა ჩაიწეროს. ეს მისამართი არის აი აქ რაც წერია, ხო? ანუ აი ეს მისამართია ფაქტიურად. ამას პლუს 0,0,0, ანუ იგივე მისამართი. HB1 მისამართი. აქეთ ახლა გავხსნი, მაგალითად აქაც დავამატებ ესეთ ტექსტს. ეს არის უკვე ეს ახალი მისამართი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სტრუქტურა როცა შეიქმნება, პირველ რიგში შექმნის, ანუ ამ მისამართს გამოყოფს ამ ადგილს და აი ამით ვეუბნებით, რომ ანუ ეს ხო მისამართს ნიშნავს, GPIO-A ნიშნავს მისამართს დაკასულია regdef სტრუქტურის pointer-ად. ანუ ეს regdef-ი ნახოთ ახლა რას წარმოადგენს. ისევ აქეთ რო ჩამოვიდეთ, აქ მაქვს 10 ცალი 32 ბიტიანი ცვლადი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქეთ უნდა გამოიყოს აი ამ მისამართზე საწყისი 0-დან, რადგანაც უკვე ხელით ვეუბნები, რომელი მისამართიდან დაიწყოს, ანუ ოპერატიული შემთხვევაში ხელით არ ვეუბნები, ხო, სადაც მინდა იქ შეიქმნება. ანუ მოდი ახლა აქეთ ნახოთ ეს ყველაფერი თუ როგორ შეიქმნება. 1 2 3 4 5 6. ანუ ეს ჯამში არის 32. მოკლედ რომ გითხრათ ეს. ესე იგი ეს ცვლადი შეიქმნება აი ამ მისამართის პირველ 32 უჯრაში. შემდეგი ცვლადი შეიქმნება შემდეგი მისამართის ანუ შემდეგ 32 ბიტში. მე უბრალოდ ვიცი, რომ შემდეგი 32 ბიტი მდებარეობს ასეთ მისამართზე, ხო? აი, ნახოთ, ეს ყველაფერი კიდევ კარგად. ეს, ანუ ახალი 32 ბიტი იგივე 4 ბაიტია, ანუ 4-ით მეტი იქნება მისი მისამართი, ხო? ანუ აი აქედან აქამდე და შესაბამისად მე ვიცი, რომ ეს თუ ჩემი პერიფერიალის რეგისტრი არის მთლიანად, აი ეს თუ ჩემი რეგისტრის მთლიანი მისამართია, ეს ყველაფერი ნიშნავს, აი აქეთ მივაწერო შემიძლია, ხო? ეს არის molder რეგისტრი, ეს არის შემდეგი output, არ მახსოვს როგორ იწერება, out typer. ესეთი რეგისტრია და ასე შემდეგ, ხო? ამ ყველაფერს ახლა აღარ გავაგრძელებ. ანუ პერიფერიალების მისამართებზე მოდი ეს გავხსნათ, თან ეს ჩვენი ყველაფერი რა ვნახოთ. Recent-ში აი ეს უნდა გავხსნათ. მოდი მოვძებნოთ ეს ყველაფერი არსად არ გოჩქარება. მემორიზე რო გადავიდეთ, ესე იგი ყველა პერიფერიალს აქვს თავისი მისამართი. მათ შორის აი აქვე გვეწერება, რომ ოპერატიულსაც რაღაც მისამართი აქვს, ფლეშსაც რაღაც მისამართი აქვს, ესეც რაღაც გვეწერებოდა. ფლეში ეტყობა აქეთ ხოს. მაგრამ ნუ ეს არ აქვს მნიშვნელობა, ამას დრო აღარ დავხარჯოთ. ფლეშსაც თავისი მისამართი აქვს. GPIO-ს მისამართი არის ესე, ანუ ამ მისამართზე ბევრი უჯრებია, ხო? ამის მერეც გრძელდება და აქამდეც არის ძალიან ბევრი უჯრა, დაწყებული 0-0-0-დან დასრულებული აი ამ მისამართამდე. ამ მისამართებში რეებსაც გავწერთ, რომელიღაც პერიფერიალში ჩაიწერება რაღაც კონფიგურაცია, ან რაღაცა მონაცემი და ზოგიერთი პერიფერიალი იმ ჩაწერილი მონაცემის მიხედვით იმუშავებს, ზოგი უბრალოდ იმისთვის არის, რომ დროებით ჩავიწეროთ მონაცემი, მე ამოვიღოთ, ჩავასწოროთ და ასე შემდეგ. ახლა გადავიდეთ ჩვენს შემდეგ, ანუ ეს მე მგონი მივხვდით, ანუ სტრუქტურა როგორ იქნება მეხსიერებაში, ხო? მე თუ კი მინდა, რომ ანუ აი ახლა ამ მისამართის და ესე მისამართი რო არ წეროთ პირდაპირ სახელით რომ მივმართო molder-ზე, აი ესეთ ჩანაწერს ვაკეთებ ხოლმე, ხო? main-ში როგორც დავწერე წეღან. ანუ
ეს ცოლადი რო შევქმენი, გამოიყო ადგილი 1 ადგილი იმ მისამართზე, რომელი მისამართიც მივაწოდე, ანუ ამ შემთხვევაში GPIOA, ანუ გამოიყო ამ მისამართზე იმდენი ადგილი, რამდენიც აი ამ რეგისტრს უკავია. რადგანაც ესეთი სტრუქტურა მაქვს, სტრუქტურის მისამართი მაქვს შემოტანილი. ხოლო შემდეგი არის კონფიგი. კონფიგი არც მისამართი არ არის, უბრალოდ გამოცხადებულია სტრუქტურა, რომელიც ოპერატიულ მეხსიერებაში გადავა. ოპერატიულ მეხსიერებაში თავისუფალ ადგილზე, აი მაგალითად მოდი ესე შემოვსავსხროთ და ვთქვათ, რომ აი ეს ნაწილი ოპერატიულის არის დაკავებული, ხო? აი რაღაც სხვადასხვა მონაცემები წერია. თავისუფალი ადგილიდან დაიწყება ოპერატიულში მეხსიერების გამოყოფა და 1 2 3 4 5 6 ბაიტი ინფორმაცია, ხო? 6 ცალი 8 ბიტიანი უჯრა უნდა გაკეთდეს. ანუ აქედან მოდი ვნახოთ ეს ყველაფერი. ეს არის 4 5 6 7 და 8. გამოიყოფა ეს უჯრა, კიდევ გამოიყოფა ესეთი მეორე უჯრა. 2 3 4 5 6 7 8. კიდევ ერთი გამოიყოფა, მოკლედ შეიძლება ახლა შემეშალოს ეს თვალიწამით გავაკეთებ, მაგრამ ესენი 8 უჯრა უნდა იყოს. ეს 4, სულ 5 win ტიპი გვაქვს, ეს 6 ცალი გვაქვს უბრალოდ და ესეც მე-6 ჩვენი უჯრა. ანუ ოპერატიულ მეხსიერებაში როგორც კი მე ეს ცვლადი გამოვაცხადე, აი გამოიყო ესეთი ადგილები. რადგანაც მე აქ ვუთხარი თუ რა მისამართზე გამოიყოს ამ რეგისტრის ზომის, ანუ აი ეს მთლიანი ზომა 10 ცალი 32 ბიტი, ხო? ვუთხარი აქ რომ გამოიყოს აი ამ მისამართს. აი ანუ აქ. ხოლო ჩვეულებრივად დანარჩენი კონფიგურაციის სტრუქტურა ჩვეულებრივად ოპერატიული მეხსიერების მისამართზე შეიქმნას, ხო? როგორც გითხარით, ეს სტრუქტურა გვჭირდება იმისთვის, რომ ერთში კონფიგურაცია ჩაიწეროს, აი აქ რეგისტრების მისამართები ჩაგადავიტანოთ, ხოლო აქ კონფიგურაცია. ახლა ვნახოთ ესეთი რაღაცა. პირველ რიგში, როდესაც მომხმარებელი დაიწყებს რაღაც ინფორმაციის შემოტანას, მაგალითად მინდა რომ ჩავწერო ესეთი რაღაც, ხო, btn წერტილი, აი ანუ უბრალოდ შევინახო ამ 8 ბიტში ეს ინფორმაცია, ხო? ანუ mode, რომელი პინია, ერთიანი იყოს, ნოლიანი თუ როგორ ასე შემდეგ. უნდა შევქმნა ეს გამოვიძახო ეს სტრუქტურა, ამ სტრუქტურაში კიდევ არის სტრუქტურა, ხო? GPIO config. შემდეგ ამ config-შიც კიდევ არის ესეთი 8 ბიტები, ხო? აი მაგალითად pin output type. აი ესეთი რაღაც. და ეს შემიძლია დავწერო უდრის 1-ს. ეს რას ნიშნავს, ხო? მოდი ვნახოთ რეალურად როგორ მოხდება. ეს არის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე 8 ბიტი. ანუ სინამდვილეში აქ მე ახლა რასაც ვაკეთებ, მისამართებს ვარქმევ სახელებს, ხო? და იმ მისამართებს გამოვყოფ რაზომაც მინდა რომ გამოვიყენო, ხო? ესე იგი ეს რადგანაც მეხუთე იყო, თუ კი აქედან დავიწყებთ გადანომრვას, ეს არის პირველი, ეს არის აი აქ მეორე, ეს არის მესამე, ეს არის მეოთხე. ანუ აი ამეებს ვიძახი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე, ანუ pin output type. აი აქ ეს არის მეხუთე, ხო? შესაბამისად მე თუ აქ ჩავწერ ახლა 1-იანს, ეს ნიშნავს იმას, რომ აი აქ ჩაიწერება 1 და დანარჩენში ყველაში ჩაიწერება 0. ხო, აქეთ აღარ გავაგრძელებ, აქეთაც მექნება 0. დანარჩენი ის კონფიგურაციები, რაც მაქვს ჩემი სტრუქტურიდან, ხო, ეს არის pin mode, აქ შეიძლება pin mode-შიც რაღაც 1 მეწეროს, ხო და დანარჩენი არაფერი. აქაც, ანუ მაქსიმუმ რა შეიძლება pin number-ი იყო, ხო, ეს უბრალოდ 1 ჯამში 3-ს ნიშნავს, ანუ მესამე pin-ზე არის საუბარი, ხო? pin mode, ხო, რა mode იყოს, მაგალითად 1 0. ანუ ესენი არ მჭირდება რეალურად არ ვიყენებ, რადგანაც აქეთ რომ გადმოვიდე და მოვუძებნო რეგისტრების ინფორმაციისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ჭირდება 2 ბიტი, 0-იანი და 1-იანი. ესეც ყველასთვის არა.
აქ საერთოდ 1 ბიტი მჭირდება, ხო? აი, აქეთ. ამაზე ვამბობ, output type register-ზე. სადაც 0-იანს ჩავწერ, იქნება push-pull-ი, სადაც 1-იანს ჩავწერ, იქნება open drain. Ну, არიან ახლა ისეთი რეგისტრები, რომელსაც 4, აი, alternate function-ები, ხო? 1 რაღაცა პინისთვის საჭიროა 4-ნაირი და ამ ყველაფერსაც გავივლით ეს რას ნიშნავს 0 1 2 3 4 5 6 და ასე. ისევე დაუბრუნდეთ აქეთ, ანუ მე ამ ეტაპისთვის, როდესაც ამ სტრუქტურას ეს არ მჭირდება. როდესაც აი ამ სტრუქტურას გამოვაცხადებ ჩემს main code-ში, მექნება მასში ჩასაწერი კონფიგურაციები და მასში მექნება რეგისტრის მისამართი. ანუ ეს ერთი სტრუქტურა საბოლოო ჯამში, აი ეს ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ რაღაცას, რომ აგროვებს ინფორმაციას. ეს ინფორმაცია, რომელიც შეგროვდება, შემდეგ უკვე შემიძლია კოდში გამოვიყენო. რას ნიშნავს ეს? რა კონფიგურაციასაც გავწერ, შემდეგ ავდგები და რეგისტრებს მივაწოდებ, ანუ GPIO-ს მისამართს მივაწოდებ ამ კონფიგურაციას და ნახეთ როგორი რაღაცა წერია ახლა. საბოლოო ჯამში ჩვენ რა უნდა დავწეროთ, შემდეგში როგორ უნდა გავაგრძელოთ, ხო? ამ მისამართზე, მაგალითად pin number-ი მიწერია რომ არის 13, ანუ ნახეთ როგორი რაღაცა მიწერია. მე-13 pin-ზე არის საუბარი და იყოს input-იო, ხო? მაგალითად. გადმოვიდეთ აი აქეთ და როდესაც ჩვენი ეს ფუნქციები გაიმართება, კიდე დამატებით მაგალითად აქ დაგვჭირდება GPIO double-init ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ აქ უნდა მოხდეს ინიციალიზაცია, აქ უნდა მივაწოდოთ წესით ეს სტრუქტურა. ამ სტრუქტურაში წერია უკვე ყველაფერი, რა კონფიგურაცია მინდა, რომელი რეგისტრისთვის მინდა. შესაბამისად, როდესაც ამ ფუნქციას გავუშვებ, ახლა არსად არ მაქვს ეს ფუნქცია შექმნილი და რომ დავბილდო ეს დავკომპილირო error-ზე გავა. მაგრამ მოდი ესე დავტოვოთ. როდესაც გავუშვებ მე ამ ფუნქციას, ამ ფუნქციაში უნდა მეწეროს ესეთი რაღაცა, რომ ნახეთ, თუ კი mode-ი მიწერია მე input-ი, რა უნდა მოხდეს, ხო? აი ისე paint-ზე დავბრუნდე, mode-ისთვის ეს იყო, ხო? ანუ 1-იანი და 0-იანი. ჩემ ფუნქციამ უნდა გააკეთოს ესეთი რაღაცა, რომ აქ mode-ისთვის არის ეს, ხო? ოღონდ, მოდი აი ისევე აქეთ დავბრუნდეთ. ჩვენი mode-იც, ხო, დაყოფილი არის კიდევ აი ესე ორ-ორად. mode-ერი რადგანაც მე-13 მიწერია, ანუ mode-ერ 13 მოვძებნოთ, მოდი, აი ეს არის mode-ერ 13. 26 და 27 მისამართებზე. 1 2 3 4 და აი ბოლო და რო გადმოთ 2 3 4 და აი ამ უჯრებში ახლა რასაც მომნიშნა, მოდი ყვითლად გავაკეთებ. აი ამ ორ უჯრაში უნდა გადმოვიდეს, ანუ ჩემმა ფუნქციამ უნდა გააკეთოს, რომ ამოიკითხოს, თუ mode-ში მიწერია, რომ 1-იანი და 0-იანი ეწეროს, უნდა ავდგეს და ოპერატიულიდან გადმოიტანოს ეს 1-იანი და 0-იანი და ჩაწეროს აი აქ. 1 0. ნახეთ, კოდში როგორ გვიწერია 1 0, ეს 1 0-ის სიტყვას დავწერე, თუმცა GPIO mode input-ში აქ იგულისხმება 0-იანი, როგორც მახსოვს. აი, ნახოთ ეს ყველაფერი, ხო? აი, ეს არის GPIO mode input-ს, როცა დავწერთ 1 0 ორობით იგივე რაც mode alternate function-ი, ანუ მე თუ ამის მაგალითს 1 0-ს გადმოვიტან, ეს დაიწყებს alternate function რეჟიმზე მუშაობას. მოკლედ, იმედია ეს ყველაფერი გავიგეთ, ანუ სტრუქტურა როგორ მუშაობს, ხო? სტრუქტურა უბრალოდ ეს არის progressive პროგრამირებაში. ბევრი ცვლადის გამაერთიანებელი, ანუ დავუშვათ ერთი რაღაცისთვის მჭირდება, ანუ int გვაქვს, ხო, მაგალითად, სანამ ამ ყველაფერს ვიტყვი კიდევ, მაქვს int-ი, მაქვს character ტიპის ცვლადი, სადაც სიმბოლოებს წერ, boolean-ი, 1-იანი და 0-იანი, სადაც იწერება და, ну, ასე შემდეგ, ხო, რამდენ long-ი, float-ი, double-ი და ასე შემდეგ, მოკლედ გვაქვს ესეთი ცვლადები C-ში. მაგრამ დამატებით გახდა საჭიროება, რომ მაგალითად აი როგორც ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამირება არის, ხო, აი შეიქმნას რაღაცა ობიექტი, რომელსაც ექნება მაგალითად სახელი, რომელსაც ექნება მაგალითად გვარი, ასაკი და ასე შემდეგ.
ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა შემიძლია ავიღო და ცალ-ცალკე გავაკეთო, ხო? რაღაცა char, ესეთი რაღაც ან name და ნუ მასივი გავაკეთო, ხო? ან რაღაცა და მოდი ესე დავწერ ხო? name უდრის მაგალითად გიორგი მაგალითად int არ დამჭირდება და აქ short ცვლადი, ანუ 1 ბაიტიანი, იმიტომ რომ ასაკი მაქსიმუმ რამდენი უნდა იყოს ადამიანი, ხო? 200 წლის ხო არ იქნება, ასე რომ მეტი დიდი რიცხვი არ მჭირდება, მაგალითად age უდრის დაუშვათ 10 წელს, ხო? და კიდევ რა მახასიათებლებიც არ უნდა მქონდეს. ნახეთ, ცალ-ცალკე ცვლადებში მაქვს სტრუქტურა მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი შემოვსაზღვრო, შევქმნა ერთი მაგალითად human რაღაცა მოდელი სტრუქტურის, სადაც შემიძლია human, მაგალითად თუ მექნება, აი მოდი არ დავიზარებ და თუ არიცით, ესეთ რაღაცას გავაკეთებ, ხო? აი type def struct და მოდი გავაკეთოთ აი ესეთი მარტივი სტრუქტურა, ხო? ანუ ეხლა ჩვენ რასაც ვაკეთებთ, გავდივართ სტრუქტურის მუშაობის პრინციპში და მაგალითად იყოს ეს. ესენი მოდი არ მჭირდება, ამებს წავშლი. წერტილმძიმე და სახელი დავარქოთ, მაგალითად human დაბლატირეტე იყოს თუნდაც. ეს უბრალოდ სტრუქტურა რო არის ხოლმე დამატებით დაბლატირეტეს ვარქმევ, რომ როდესაც დაბლატირეტეთი რაღაცას ვქმნი, ხვდები რომ სტრუქტურაზეა საუბარი. ესე იგი მაგალითად მე რომ ადამიანისთვის შემექმნა, ან მაგალითად კიდევ დავამატოთ რაღაცა თუნდაც ტელეფონის ნომერი, ან თუნდაც სიმაღლე, ან რაღაცა მოდი ისევ short-ით იყოს წერტილმძიმე, კიდევ რა შეიძლება იყოს, ან ID, ან რაღაც ესე შემდეგ. მოკლედ იყოს მოდი ეს სამი. ანუ ახლა ასეთ შემთხვევაში რა მოხდება, ხო? გამოიყოფა character ტიპისთვის მისამართი უნდა გამოვყოთ, ანუ აქ მისამართი იწერება, ან შემიძლია გავაკეთო ესეთი რაღაცა, ხო? ანუ რამდენი სახელისგან უნდა შედგებოდეს, ხო? მაქსიმუმ ეს 20 სიმბოლოსგან სახელი, ხო? მეტი არ გვინდა. ასეთ შემთხვევაში რა მოხდება, ხო? ოპერატიულ მეხსიერებაში თავისუფალ ადგილზე, აი როდესაც გამოვაცხადებ მე ამ სტრუქტურას ჩემს main code-ში, ნახეთ, ხდება გამოცხადება ესე human დაბლატირეტე და დავარქვათ მაგალითად სახელი თუნდაც გიორგი. შევქმნათ მეორე აქ წერტილი დავსვი human დაბლატირეტე ნიკა მაგალითად და ასე შემდეგ, ხო? ნუ აღარ გავაგრძელებ, ანუ შემიძლია ბევრი ტიპის ესეთი ცვლადი შევქმნათ, ცვლადს კიდევ იმიტომ ვეძახი, რომ სტრუქტურა ფაქტიურად იგივე რაღაც არის, რაც ცვლადი, ოღონდ ცვლადზე დიდი ზომის არის და სათითაოდ არის მასში კიდევ დაყოფილი ცვლადები, ანუ საბოლოო ჯამში როგორც ცვლადი გამოცხადება მისი ისე ხდება, გამოვაცხადე. ეხლა როგორ უნდა ჩავწერო მასში მნიშვნელობები? int a-რო დაგვეწერა, პირდაპირ წერდით, რომ a უდრის 10-ს. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გიორგის ჰქონდეს რაღაცა თავისი მონაცემები. მაგალითად, გიორგი წერტილი name უდრის გიორგის იყოს თუნდაც ესე. აქეთ რატომ დაგვიწერა რაღაც error-ი. ესე რომ ნახოთ. აქეთ მოდი enter-ს გავაკეთებ. ამაზე დრო აღარ მინდა რომ დავხარჯო. შემდეგ მოდი იყოს გიორგის წერტილი age უდრიდეს დაუშვათ 10 წელი, ხო? და გიორგი წერტილი უდრის დაუშვათ 170. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე ყველაფერი ნიკაზე. ნიკა ასაკი იყოს 20, სიმაღლე იყოს 190. ანუ ახლა მე რაც გავაკეთე, უბრალოდ ამით შევქმენი რაღაცა ობიექტის ჩონჩხი, ჩარჩო და როდესაც ამ
ჩარჩოს ცვლადს, ანუ ობიექტს შევქმნი, ანუ ცვლადს, უფრო ობიექტები ქვიათ ამათ. ნუ სტრუქტურის ობიექტები, როდესაც ამათ შევქმნი, თითოეულ სახელში რა მონაცემებსაც შევიყვან, სხვა დროს, როდესაც არ უნდა დამჭირდეს, ანუ C-ში გვაქვს ხოლმე printf ფუნქცია, ხო? შემიძლია გამოვიყენო ესეთი რაღაცა, ხო? მაგალითად, გიორგი, ანუ name of human is რაღაცა 2 წერტილი და აქ დავწეროთ S-ი მე მგონი, ეს აღარ მახსოვს. მოდი ესე იყოს. და ამას მივაწოდოთ გიორგის წერტილი name. აქ character ტიპის ის რა დაბეჭდოს, ეს აღარ მახსოვს. საერთოდ printf-იც არის ის რა არის, რადგანაც ანუ აქ printf-ი არ გვჭირდება, ხო? ანუ საბოლოო ჯამში მუღამი ის არის, რომ ჩვენ როდესაც ამ ჩვენ სტრუქტურის ობიექტში შევქმნით ხოლმე, ანუ ამ ჩონჩხი თუ ჩარჩო თუ რაც შეგვიძლია დავარქვათ. მოკლედ ეს არის ესე იგი სტრუქტურის ელემენტები, რომელი ელემენტებიც არიან იმისთვის, რომ ობიექტს ჰქონდეს რაღაცა დამახასიათებელი თვისებები იქნება თუ პარამეტრები თუ რაღაცა მონაცემები. შესაბამისად, მე როდესაც მე ამ სტრუქტურის ობიექტს შევქმნი, ამ ობიექტს შემიძლია ეს პარამეტრები გავუწერო, რომელიც ამ სტრუქტურას ჰქონდა, ხო? ნებისმიერი ტიპის სტრუქტურა შემიძლია შევქმნა. მე შევქმნი ესე იგი ერთი სტრუქტურა იმისთვის, რომ უბრალოდ დამემახსოვრებინა ის, რაც მომხმარებელს კონფიგურაცია დასჭირდება, ხოლო მეორე სტრუქტურა რისთვისაც შევქმნი ის იყო, რომ რეგისტრის მისამართი ამომეღო, რომ მომხმარებლიდან შემოტანილი ინფორმაცია, ანუ აი აქედან რასაც ჩაწერდა, ხო? მომხმარებელი აქეთ ჩაწერა მაგალითად 0-1, აქეთ ჩაწერა ისევ 1 და დანარჩენებში ნოლები გვაქვს ისევე, აქეთ ჩაწერა მაგალითად ისევ 1-1. ხო? ანუ ეს მონაცემები, რაც მომხმარებელმა შემოიყვანა საბოლოო ჯამში, მე ხო ისე გავაკეთე, რომ 1 ნოლებად კი არ შემოიტანა, არამედ აქ შემოიტანა, რომ GPIO mode-ი pin number-ი უდრიდეს GPIO pin 13-ს. mode-ი იგულისხმებოდეს input-ად, მაგალითად GPIO mode-ში ხომ მე ვიცი, რომ 0-0 იგულისხმება, ან pull-up-ში 1-0 თუ 1-იანი უბრალოდ. ხო? ანუ როდესაც ამ ყველაფერს გაწერს, ეს მე მეხსიერებაში მიქნება ესეთი ტიპით, ანუ მომხმარებელმა თუ ჩვეულებრივი გასაგები ენით დაწერა, საბოლოო ჯამში მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი ერთიანების და ნოლიანების დონემდე დადის. ეს ერთიანები და ნოლიანები მე უნდა ავდგე და ფუნქციით გადმოვიტანო GPIO peripherals იმ მისამართების იმ რეგისტრებზე და იმ მისამართებზე, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ვამუშაოთ ესა თუ ის peripheral თუ რეგისტრი, ისე როგორც მომხმარებელმა გაწერა კონფიგურაცია. მოკლედ იმედია სტრუქტურის შესახებ და ამ იდეის შესახებ თუ რატომ გავაკეთე ესეთი სტრუქტურა გავიგეთ. ახლა დაგემშვიდობებით, შემდეგ ვიდეოში გავაგრძელოთ უკვე ჩვენი source file-ის ფუნქციების წერა. მომავალ ვიდეომდე.